შაულებსაც. სტუდიაში რამდენიმე წუთში შემოვა ლეიბორისტების ლიდერი შალვა ნათელაშვილი. ჩვენ ამ დღეებში მოვისმინეთ ბევრის პოლიტიკური შეფასება. ამ თემაზე არ მოგვისმენია მისი საღამომშვიდობის ბატონ შალვა. დიდი მადლობა რომ მიღებთ გადაცემაში მონაწილეობას. როგორ ხართ? მადლობა რომ მოგზადეთ. ხო, დაბრძანდეთ. საინტერესო არის თქვენი პოლიტიკური შეფასებები. ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ჩვენ ამ დღეებში მოვისმინეთ ძალიან ბევრი პოლიტიკოსის შეფასება. მაინტერესებს რა სიტყვის ლეიბორისტების ლიდერი. იწყება სამართლიანობის აღდგენა, ოცნება იწყებს საკუთარი მთავარი დანაპირების შესრულებას. როგორ აფასებთ თქვენ ამას? გამარჯობათ, ტელეკომპანია იმედში მე ყოველთვის მიხარია მოსვლა და დღეს ამ გზნობას ამძაფრებს ის გარემოება, რომ 8 მარტია და მინდა ქალებს მიულოცო 8 მარტი ყველა თქვენგანს მაყურებლებს და ისურვოთ, რომ ყველა დღე წელიწადში 365 იყოს 8 მარტი თქვენთვის გაზაფხული და სიყვარული და ბედნიერება და გამარჯვება. დიდი მადლობა. მეორე, რის გამოც გამიხარდა დღეს განსაკუთრებით ასევე მოსვლა, თქვენი დაბადების დღეა ინგა და მინდა გისურვოთ დიდი წარმატებები. მადლობა. დიდი მადლობა. ეს ერთად გქონდათ მოფიქრებული თქვენთან. დაიმხვა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. როგორია ეხლა ასეთი სასიამოვნო ამბიდან უცებ გადავიდეთ ძალიან სერიოზულ თემზე. მადლობა ბატონო შალვა, მადლობა დუტა, მადლობა ბავშვებო. ვიდრე დავიწყებ ჩვენს ინტერვიუს, პროდიუსერი ამ წუთას ყურში მეუბნება რომ დაგვიკავშირდა პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი და იგი რამდენიმე წუთში საგანგებო ინფორმაციას მოგვაწვის პირდაპირ ეთერში ტელეფონით. მე არ ვიცი რა შეეხება საუბარი. ჩვენ კი ვიწყებთ შალვა ნათელაშვილის პოლიტიკური შეფასების მოწმობას. დავიწყეთ. თქვენი დამოკიდებულება გჯერათ, არ გჯერათ, თუ გჯერათ რატომ და თუ არ გჯერათ რატომ? თემა ძალიან აქტუალურია, კითხვაც უაღრესად შინაარსიანი, უაღრესად რთულია მარტივად უპასუხოთ აი ამ მნიშვნელოვანი პრობლემის პლუს და მინუს. პირველი, ქართული ოცნება და ბიძინა ევენიშვილი სამართლიანობას კი არ უნდა აღდგენდეს ახლა, მან ეს შანსი გაუსვა. უნდა ჩემოდნენ სალაგებდეს და მიდიოდეს. რატომ? იმდენი უსამართლობა დაამატა წინა პერიოდში ჩადენილ უსამართლობებს. რომელი უფრო მეტი უსამართლობა იყო წინა წლებში თუ ეხლა? ყველა უსამართლობის ავტორი იყო ივანიშვილი ამ კამარელიასთან ერთად. ბატონ ივანიშვილი ქმნიდა შევარდნაძის რეჟიმს დააფინანსებდა და ყველა პასუხისმგებლობა რაც მაშინ იმ ელიტას ეკისრება, თანაბრად ეკისრება ბატონ ბიძინას და ბატონი ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა და აძლიერებდა სააკაშვილის რეჟიმს, აძლიერებდა მერაბიშვილის პოლიციას. კიდულობდა სპეცმოსასმენ აპარატურებს, რომ ჩვენთვის კარგად ესმენა და კარგად დავიჭირეთ. აფინანსებდა სპეცრაზმელებს და მე პრემიას აძლევდა პრემიებს. მე ძალიან მიხარია, რომ ჩემი სეხნია ბატონი შალვა რამიშვილი გამომეცხადა აქ. შალვა და შალვა. და მინდა აღვნიშნო სიამაყით. სიამაყით მინდა აღვნიშნო, სიამაყე ეს გარკვეულად ბრჭყალებში, რომ ჰიტლერს ყავდა უпроსტორად გებელსი, მხოლოდ ერთ დიქტატორთან იყო პროპაგანდის მინისტრი ჰიტლერთან. ბატონ შალვას მდგომარეობაში მე შევდივარ, ის იყო ჯერ სააკაშვილთან პროპაგანდის მინისტრი ფაქტობრივი ვარდების რევოლუციის დროს და შემდგომ ბიძინას პროპაგანდის მინისტრი იყო და იმედია რომ პასუხისმგებლობას გრძნობს ბატონ შალვა, რაც მოხდა ქვეყნის თავზე. ერთი თხოვნა მინდა შემისურვოთ, ერთი წუთით რა. ძალიან გთხოვთ, ეხლა ბრძანეთ რომ თქვენ იხუმრეთ, როცა თქვით რომ მე მილიონები მაქვს ქართულ ბავშვს, თორე ცოლი გამეყრება რა. მე არ ვიცი რამდენი მილიონი გაქვთ, მაგრამ თქვენ უანგაროდ არავისთვის არაფერი არ გაიკეთებიათ არასოდეს. კარგით, ეხლა ჩვენი დებატები არ ბატონო შალვა. შემიძლია თქვა სამართლიანობის აღდგენის ეპოქაში ვართ, ხო? ამიტომ უნდა ვილაპარაკოთ მართალი განსაკუთრებით დღეს. ბატონო შალვა, თქვენ უანგაროდ აკეთებთ რამეს ცხოვრებაში? მე უანგაროდ რაც მაქვს გაკეთებული, ამას ერის ისტორია დასწერს და საკუთარ თავზე არ ვილაპარაკოთ. მე არ ვიცი მართლა. თქვენ რომ ამბობთ ბატონ შალვა, თქვენ ამბობთ რომ შევარდნაძისგან მოყოლებული სააკაშვილი რაც მოვიდა ხელისუფლებაში, მას მე ბატონ შალვასთან თუ მომიწვიეთ სადებატო. არა, ერთი კითხვას დაგისვათ. 20 წელი ოპონენტები ვართ, ეხლა ამ ხوار შევრიგდები. ერთ კითხვას დაგისვათ უბრალოდ. თქვენ ბრძანეთ რომ ამ უბედურების სათავე არის, ერთ-ერთი სათავე არის ივანიშვილი. მაშინ, როდესაც ერთ-ერთი მთავარი. ერთ-ერთი მთავარი. მაშინ, როდესაც თქვენ მას პრემიერობას თავაზობთ. მე ბატონ ივანიშვილის პრემიერობას შევთავაზე ჩემი პრეზიდენტობის ქვეშ. ხო, მაგრამ მას არ შევთავაზე მე კიმირსენობა, ბუდობა და კერპობა, როგორც ჩემ ანუ ცუდი ადამიანის როცა ჩემი პრეზიდენტობის ქვეშ იქნებოდა ბატონ ივანიშვილი,
იმ 7 მილიარდს, რომელიც მოიტანდა? გადამალული აქვს ახლა ოფშორულ კუნძულებზე, გამოიტანდა და ლარს გაამყარებდა. როცა ჩემი პრეზიდენტობის ქვეშ იქნებოდა ბატონ ივანიშვილი, ფულს დაძდებდა ქვეყნის საკეთილდღეობას. აბა ვის რაში უნდა ივანიშვილი, მაგისი ტყავი არ გამოდგება და კანი არ გამოდგება. წვინი მაგას არა. ზნეობა მაგას არა. კაცობა მაგას არა. არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცრუ მატყუ არა, ისტორიაში შევა როგორც ერის გადამგდები, ეხლა არიან გადამგდებები, ვიცით რომ თქვა მაგას გადააგდებს, რატო თავაზობთ ადამიანს? ქალაქს გადააგდებს. მატყუ არა ცრუ, თავაზობთ იმისათვის, რომ მისი ფინანსები ჩადებულიყო ქვეყნის ეკონომიკაში. მაგრამ თქვენგან განსხვავებით, თქვენ პირადად ზალავდით ფულს ბეკაურს. მე სახელმწიფოსთვის. არ გვინდა დებატები. ერთი წუთით მაცადე. გადავშალო, ერთი კითხვა. ამიტომ არ გამოვა, შემიძლია დებატები კაი გადაცემა არ გამოვა. არა, ერთი კითხვა. გადავშალვა. რაც დაიწყო დებატები, საუბარია უანგაროთ, ანგარებით, ფული ასე შემდეგ. ჯიბდა 5 წელი პარლამენტში არც კი გამოცხადებული ხართ წინამოწვევის, მაგრამ ხელფას იღებდით. არ გამოცხადი, გაყალბებული არჩევნებისადმი პროტესტის ნიშნად იმ პერიოდში მე უფასო საშუალო განათლება დავაგანონე. იმ პერიოდში დენის ტარიფი დავწერე 11 თეთრამდე. ამის გამო გადავიკიდე მთელი ევროპა და შეერთებული შტატები. იმ პერიოდში ტყი არ გავაჩეხიე, ვაზი არ გავაჩეხიე. დუდა შენ ლეიბორისტი გახდი? გამოვიდა პარტია შემოგიხაზია ვიცი ამ კაცის არჩევნებზე არჩევნებში იქნება თუ მოინდომებს. ლეიბორისტებში მე მიცია ხმა, მაგრამ ჩემი სიმპათიები მაგაში. აჰა, არ მიმიცია ხმაო, მაგრამ ჩემი სიმპათიები ბატონ შავაძე დუდა ეს გადაცემა იმით არის საინტერესო და კარგი, რომ ასეთი გულახდილი დიალოგი შეიძლება მონაწილეებს შორის. დასაკვირველია. მომეცით უფლება ერთი კითხვა უნდა დავსვა. ისე იუბილარი ლაპარაკობს, მომეცით იუბილერთა ხელები არ გიწევს. ესე იგი შალვა ნათელაშვილმა დუტა რო იცოდა შემოგთავაზა კი არა და ასეთი რამ თქვა რომ დუტაო თუ მოინდომებსო სიაში იქნებაო საარჩევნოში თუ რამეა მე არ გირჩევ პოლიტიკაში წასვას მაგრამ თუ რამეა აქ ვარ კარგი ბატონო შალვა მითხარით ეს არის უბრალოდ ოპოზიციის ლიდერის პოზიციიდან გაკეთებული განცხადება რომ არ გჯერათ სამართლიანობის აღდგენის თუ რეალურად შეგიძლიათ დაგვისაბუთოთ რატომ მოგახსენებთ სამართლიანობის აღდგენას არ სჭირდება პროკურატურაში დეპარტამენტის შექმნა. სახელმწიფო იმიტომ გამოიგონა კაცობრიობამ, რომ მან სამართლიანობა დაიცვას და დარღვეული კომპენსირება და რეაბილიტაციის გზით აღადგინოს, თუ შეიძლება ასე ითქვას. სრული სამართლიანობა, ეხლა აქ დიდი განმარტებები არ გვჭირდება, ამ ქვეყანაზე არ არსებობს სრული სამართლიანობის აღდგენა იმ ქვეყანაშია შესაძლებელი, ან ჯოჯოხეთის, ან სამოთხის ფორმატში, ხო? მაგრამ ივანიშვილის ამ ქვეყნიურ ჯოჯოხეთში სამოთხეს ვერ დაამყარებ. იმიტომ რომ ეს კაცი რაც მოვიდა, გააგრძელა ქვეყნის გლეჯვა და განადგურება, გააგრძელა ჩვენი სიმდიდრის თავის ბიზნეს ანგარიშებზე გადაფორმება. აგერამ ახალგაზრდებს მოსტაცა ოქროს საბადო 400 მილიონი ღირს ის ოქრო, რომელიც საყდრის შეხლა უნდა აიღოს ივანიშვილმა და თავისი შვილების სახელზე დააფორმოს ლონდონის ბანკში. მეგობრებო, ზუსტად იცი? შალვასთან ბოდიშს ვიხდი, რომ ასე გული ვატკბო. არა, კაცო, გული კი არა. მე არა, ეს ეთერი მარტო თქვენს ესეთ შეხვედრას გირდა რა. მე დაბადებიდან ვარ შოუმენი და მეორე შალვა, რომელიც ჩემზე მაგარია. ეს კაც თქვენ და მართლა მაგისია? RMG Gold-ი მაგისია. მოგახსენებთ. გაგრამე საბუთი ამის. RMG Gold-ები თუ ეს კვარციტები და ოქროს საბადო ჯერ იყო შევარდნაძე მამალაძის, რომელსაც ჩვენ კარგად ვიცნობდით, ხო? მერე იყო სააკაშვილი ნაყოფიას, ეხლა არის ივანიშვილ ტროიცკის. ტროიცკი ეს არის ხელმოწერული პეტერბურგელი ბიზნესმენი, მონახა, გააფორმა მის სახელზე. საბუთი არსებობს ამის რამე? ამის საბუთი არსებობს ვირჯინიის კუნძულებზე, ოფშორულ ზონაში, და როცა ივანიშვილის რეჟიმი შეიცვლება, პროკურატურა გამოითხოვს იმ საბუთებს და ამ გადაცემაში მოვიტანთ იმას ყველაფერს. ჯერ არა. მანამდე ვეცდებით რომ ამოაშხამოთ ეს ოქროც, ეს ვერცხლიც და ეს ტყუილებიც, რაც ივანიშვილმა ჩაიდინა ერის მიმართ. ეს სამართლიანობის აღდგენაც ახალი ტყუილია, ახალი უტკაა ხალხო. სამართლიანობის აღდგენა სამართლიანობის აღდგენა რითი უნდა დაიწყო, იცით? მე გეტყვით თქვენ. უნდა დაიწყო იმით, რომ 90-იან წლებში გადაყრილი მიანაბრებისთვის დაიწყო ანაბრების დაბრუნება და გასტუმრება. ჩვენი მშობლებისთვის, ჩვენი ბებიებისთვის, მეც და ყველა ჩვენგანი, ხო? და თუ შეიძლება რომ პუტინმა გასცეს დაკარგული ანაბრები, თუ შეიძლება რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებმა დაამთავრეს გაცემა
ილხამ ალიევმა დაიწყო 1 წლის წინ ამანაბრების გაცემა, რატო არ შეიძლება ჩვენთან დაწყებულიყო ეს? მე ხო არ ვამბობ, რომ სრულად გაიცეს, დაიწყოს, უფროსი ასაკიდან დაიწყოს, ბოდიში მოუხადონ ხალხს, რაც გაუკეთეს. აიღო კეთილი ენება ბატონ ივანიშვილს და ბიზნესმენებს რომ მიატაინე 6 მილიარდი დოლარი თანაინვესტირების ფონდში, მათ შორის ჩოჩელს, მათ შორის ბეჟუაშვილებს, მათ შორის ნაყოფიას, ეხლა თანაინვესტირების ფონდი მათ შორის ვასაძეს და სხვებს აიღოს და როცა ლარი ასე დაეცა, როცა ასე დაძურდა პროდუქტები, როცა პულს მოემატა, შაქარს მოემატა, ფქვილს მოემატა, ბავშვის კვების პროდუქტებს მოემატა, აგერ ახალგაზრდობა, თვალვარსკვლავა, დაქორწინება უნდათ, ბავშვები ეყოლებათ, ასეთ სიძვირეში, როგორ იფიქრებს ახალგაზრდა ოჯახის შექმნაზე, ხო? არა, კი იფიქრებს, მაგრამ უფრო თავამად ხო იფიქრებს, როცა ყოველდღე გაუარესდება მდგომარეობა. აი ეს 6 მილიარდი ლარი გამოეტანა და დოლარი მაპატიეთ და ჩაედო ლარის გამყარების საქმეში. არა, თანაინვესტირების ფონდიდან ის თანხა 6 მილიარდი დოლარი გადატანილი ეხლა ჰოლანდიის და ინგლისის ბანკებში. ის გამოეტანა და ჩაედო, ხო შეგვირდა 1 მილიარდ დოლარს ხო შეგვირდა შალვა ბატონო, სოფლის მოლდოვაში რომ უნდა ჩაედო. ხო შეგვირდა. ესე იგი, რამისილმა წარმართვა ამ ბლოკის წამყვანი. 2 წელი არ განავდა თესავს თავრობა მიწევს. ჩვენ მოგიხნათ თქვენ? მოგიხნათ მიწა? მე მგონი პრემიას მოგცემს ივანიშვილი კიდევ დღეს. მოგიხნათ მიწა თქვენ დუშეთში? დუშეთში მიწა მოგიხნათ? აი იმ ცხოვრებას რა უთხარი რომ შალვა ნათელაშვილს ივანიშვილი რამეს გაუკეთეს და მე ამას დაუშვებ. არავის არაფერი არ მოუხნა, მან მიიტაცა ის რაც მისატაცებელი იყო დარჩენილი, ის გავუერთიანდა სააკაშვილის შევარდნაძის მაფიას, თუმცა მანამდეც იყვნენ ერთიანები და შეიქმნა გაბატონებული კლასის ხელისუფლება. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ჩემო ახალგაზრდებო, ჩემო ტელემაყურებლებო. დღეს მართველი კლასი ჩვენი არის არა იდეის მატარებელი, კონკრეტული იდეის ან პატრიოტული ან ლიბერალური ან მემარცხენე ან ცენტრისტული, არა. ჩვენი მართველი კლასი არის მილიონერთა და მილიარდერთა კლუბი. საკმარისია ჩვენთან იშოვოს კაცმა მილიონი და მას უკვე დეპუტატის მანდატი ჯიბეში უდევს. საკმარისია იშოვოს 9 მილიარდი, ის უკვე მინისტრია. საკმარისია კალაძესავით იშოვოს 18 ჰესი. ეგრევე ის არის ვიცე-პრემიერი, არის მართველი პარტიის თავმჯდომარე და წვერმოშვებული გვარი გასწორებს, როგორ ბატონი კალაძე არის კლასიკური კრიმინალი, როგორც მისი უფროსი ბატონი ივანიშვილი. ბატონი კალაძის ადგილი არის ციხეში, იმიტომ რომ მან ეს ფული იშოვა. მან ეს ფული იშოვა საკუთარი ფეხებით. არაფერი საკუთარი ფეხებით არ უშოვა. მან ეს ფული იშოვა. მან ეს ფული იშოვა. გაყიდული მატჩებით. გაქვთ საბუთები მაგას. გეტყვით? მან ეს ფული იშოვა ნარკოტრაფიკთან გარკვეული კავშირით. ყველაფერი ამ ფაქტებზე იტალიის პროკურატურაში აღძრულია. აი, კალაძე იყო ჩემი საყვარელი ფეხბურთელი. გავა პროტესტებს წარსულში მასე. ყველაფერი ამ საქმეზე იტალიის პროკურატურაში აღძრულია საქმე და მიდის გამოძიება. აი თქვენ ნახავთ რომ დადგება დრო, როცა აი ეს ბატონი კალაძე იქნება გამოცხადებული წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნაში. მაგრამ ეს არის სამწუხარო რეალობა. საკუთარ კარში გოლების გამტანი კაცი ქვეყანას რამეს გაუკეთებს ხალხი. კარგი რა. სირცხვილი არ არის და ჩვენ ამ მილიონერების იმედზე ვართ? არა ბატონებო, ჩვენ ეს გუნდი, ეს კლასი უნდა მოვიცილოთ მართველობიდან და მე მინდა სწორად გამიგოთ ყველამ. მე მილიონერების და სიმდიდრის წინამდე კი არ ვიბრძვი. პირიქით, ქვეყანაში უნდა გყავდეს რაც შეიძლება ბევრი მილიონერი და პოლიტიკაში არ უნდა იყოს არც ერთი მილიონერი. რატო? არ არის ბევრი. მე მართლა გეკითხები. ეგ იმიტომ, რომ ის მილიონერი და ის მილიარდელი მუშაობს მოგებაზე, თუ მას პარლამენტში არჩევამდე ქონდა 10 მილიონი ოცნებები და ვისაც ფული არ აქვს, მე ხელისუფლებაში რომ მოდის, იმას ამბობენ, რომ ცალცალი კალოშით მოვიდა და ეხა მილიონერი გახდა. არ ჯობია რომ ქონდეს საკუთარი. ცალცალკე კალოშებით არის მოსული ძალიან ბევრი პოლიტიკაში, ეხლა არის მილიონერი და ისე მოდის პოლიტიკაში. გეტყვით მაგალითად იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე მუშაობის დროს, შალვას ახსოვს ეგ პერიოდი 90-იანი წლებია, ჩემთან გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარედ იყო ერთი წესიერი იმ დროისათვის ქობულეთიდან ჩამოსული ძალიან გაჭირვებული შიმშილისაგან აფთიაქის რეცეპტივით აი ესეთ რთოდა. ზურაბ ნოღაიდელი. დღეს ზურაბ ნოღაიდელს აქვს 300 მილიონი და არის წილებში კალაძესთან ერთად, კალა კაპიტალში და იმ 18 ჰესში. ის ისე პოლიტიკაშია. ის ხლა ოპოზიციონერი სტატუსი აიკრა იმისათვის, რომ ხელშეუხებლობა ქონიყო. აგერ ბატონო, აქ გამოდის ძალიან ხშირად ქალბატონი ბურჯანაძე. პური ჩვენი არსებობისა წაგვიპილწა ამ ოჯახმა. ბაღლინჯოენი ფქვილი აჭამეს მთელ საქართველოს ამ ოჯახმა და ბოლოს თურქული კრედიტიდან აღებული 30 მილიონი ამზორ ბურჯანაძეს
თავის მამას ჩამოაწერა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ. ეს არის პოლიტიკაში. კი ბატონო, გეთახმები კალოშებით მოვიდნენ, მაგრამ ეხლა აქვს მილიარდები. შესაბამისად, პოლიტიკაში მოსვლის კრიტერიუმი უნდა იყოს არა ის, რამდენი ფული აქვს ადამიანს, არამედ ის თუ რა სული და რა გული აქვს. როგორ უყვარს სამშობლო? როგორ უყვარს აი შესაბამისად. ეხლა ერთი კითხვა დამასმევინე ძალიან ხოთ. დაუშვათ მოხვედით ხელისუფლებას. თქვენი საყვარელი რესპონდენტი, ნუ ეხლა გარკულას სკოპკახ იმ გაგებით რომ სენსაციური ამბები თქვენთან ისქნა. ბატონო ირაკლი ოქროშვილი. ერთი ხელმოწერული. ესე იგი ოქროშვიძე ეჭვიანობამ აიტაცა სრულიად ქართული პოლიტიკა მას მერე რაც მან განცხადებები ერთი ხელმოწერული ადვოკატი მაგის მოგებული ერთი პროცესი მეურისტი არავის არ ახსოვს. ხელმოწერული ადვოკატი იყო. ხელმოწერული რა თქმა უნდა. კაცმა რომელმაც ყველა ძალადობა თელაში და თელაში იყო რომ შემოიყვანა ის ES-ი და დაღუპა საქართველოს და დააქცია. ES-ი მაგაში და მიშა შემოყვანილი 90-იან. დიახ. შესაბამისად. მე ვიცი რომ ძალიან კარგი ადვოკატი იყო. რისი ადვოკატი? კაცი ვერ აზროვნებს, კაც რა ადვოკატი? კარგით. რომელი ადვოკატი? ბატონო შავა, კითხვას დაგისვა. ოქროშვილის ორატორია არავის გაუგია. 800 მილიონი აქვს ხალხო ამ კაცს. არჩევნების წინ გამოჩნდება ჩამოურიგებს პულსი გამომრჩევლებს დაიკანონებს ოპოზიციონერად აი ეს ხალხი თოფაძე ტყემალაძე პარლამენტში უნდა იყოს ბატონო შალვა არჩევნების მოხდის შემთხვევაში გააკულაკებთ მაგას არა ბატონო აბა რა გავაკულაკებთ აბა რაც წაიღეს უკანონო ეგ არის გაკულაკებაა მე არა იმ კულაკს თავისი ნაშრომი ქონდა მამამისის დანატოვარი ქონდა პაპამისის დანატოვარი ქონდა და ამათ ჩვენი მამების და ჩვენი წილი აიღეს კაცო სამართლიანობის აღდგენა არის ის რომ აი მაგალითად კოკა-კოლა ჭყონია ხო ღმერთმა ხელი მომართოს კოკა-კოლას ვერ ჩააბარებს სახელმწიფოს ეს ამერიკული ინვესტიცია და ამერიკული ბრენდია მაგრამ ბატონმა ჭყონიამ კოკა-კოლა ახალგაზრდებს არ ეხსომებათ შექმნარით თურქული კრედიტი და რომელიც ჩვენ გადავიხადეთ 7 მილიონი დოლარი მოიპარა იმი დააფუძნა ეს წარმოება იმ 7 მილიონ დოლარს მოიტანს ბიუჯეტში და აი ეს მოახმარებს სტუდენტებს იმან გააგრძელოს კოკა-კოლას ჩამოსხმატება ესე იგი ეხა უკვე მას უნდა აუწიო სამართლიანობის აღდგენა სხვა ყოველგვარი აი ესეთი სტრუქტურული იქ შეიქმნა განყოფილება იქ შეიქმნა ომბუდსმენი რა ომბუდსმენია ის იმას რომ სათვალადებს ის რა ქვია რომელი ომბუდსმენი ეგ არის გამოდის და საბრალდებო დასკვნებს კითხულობს კაცი ჯერ ეგ წაიკითხავს საბრალდებო დასკვნას და მე იჭერენ კაცს ციხეში ვის ომბუდსმენი ეგ არის ერთი წვეთს თუ რაც ქვია კაცო რაც ქვია ომბუდსმენი ბატონო შავა რაღაცას კითხავს არანაირი აი ესეთი სტრუქტურები შექმნა არანაირი ვითომ ყბადაღებული სამართლიანობის აღდგენა საქმეს არ უშველის სანამ ყველა ვინც წაიღო ჩვენი ანაბრები ვინც წაიღო ჩვენი სტრატეგიული სიმდიდრე ვინც წაიღო ჩვენი კრედიტები ვინც წაიღო ჩვენი ქონება ჩვენი წინაპრების ქონება ვინც დღეს არ გვაძლევს საშუალებას მაბატიეთ განვითარდეთ სამუშაო ადგილები შეიქმნას ქართული ხელისუფლებაში არა ერთი კითხვა უნდა ერთი წუთი თქვენ რომ იყოთ ხელისუფლებაში როგორ შექმნიდით სამუშაო ადგილებს როგორ გამოასწორებდით სამ წუთში თქვით თქვენ როგორ გაამყარებდით ლარს ეკონომიკას რას უშველიდით და ასე არა გავიგე გაკულაკებით ეგანი 2 საათი ასაბუთებდა თქვენ მხოლოდ 3 წუთში ხო ეს დიდი არა 1-2 რაღაც საინტერესო ჩემი საქართველოსთვის ვარ ეგანზე ბრავო მეგობრებო საქართველო ეს არის მართლა ღვთისკურთხეული ადგილი ეს მართლა ღვთისაგარაკია რომელიც უფალმა ჩვენ დაგვითმოდა ეხლა ვიყურებ ზევით და რას ვაკეთებ და როგორ ვიქცევით არ შეიძლება საქართველოში ადამიანებს შიმშილის ციკლი ემუქრებოდეს არ შეიძლება საქართველოში ადამიანები იყვნენ სიღატაკეში ნაგვის ურნაში ეძებდნენ კონსერვის ნარჩენებს არ შეიძლება ისეთი ბუნებრივი პირობებია ჩემო ძვირფასებო აქ დაწყებული სუბტროპიკებით გაგრძელებული ფოთლოვანი ტყეებით იქ ალპური საძოვრები იქ მარადიული მყინვარები მიწაში ოქრო მიწაში ვერცხლი მიწაში ფერო, მიწაში მარგანეცი, ეს არის ყველაფერი ის სიმდიდრე, ერთი ევროპული ქალაქის რაოდენობა ვართ, არც კი 4 მილიონი, რომელიც შეინახავს 100 მილიონიან ქვეყანას, იმისათვის რომ მთელი ეს რესურსი წამოვიდეს თქვენს განკარგულებაში და იმისათვის რომ ჩვენს ქალებს სარვამარტო განწყობილება ქონდეთ ყოველდღე და დაუბრუნდეთ ულამაზესი ღიმილი, საჭიროა მილიონერთა კლანი მოისპოს პოლიტიკიდან, მაგრამ დარჩენეთ ქვეყანაში. ერთ განცხადებას. აი ეს არის ერთადერთი რეალური გამოსავალი. მე არ ვიცი, ძალიან მაგარი ეთერი მახსენდება შალვა ნათელაშვილის, მაგრამ მე მგონი ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო მისი ამდენი ჟურნალისტიკის გრანტი რო დაგადგება თავზე გრანტი მე ჟურნალისტია გებელსი უნიჟიერესი პიროვნება იყო თავისი ეპოქის შედეგები იყო სატირალი მის საქმიანობაში ბატონო შალვა ამიტომ არ მინდა რომ შედეგები იყოს იმნაირი ეხა უნდა ვიდრე დაგემშვიდობები ჩვენი შემდეგი თემა რომელზეც ჩვენ აქ უნდა ვიმსჯელოთ მინდა რომ მოგასმენინოთ ამ თემაზე ერთი ძალიან საინტერესო განცხადება რომელიც ამ დღეებში იყო ძალიან პოპულარული და თქვენი კომენტარი მაინტერესებს
გაინტერესებს თუ შეიძლება. TV25-ზე გასული მასალაა ჩვენს ეთერში. ბულბული აბაშიძეს ის არის ჩემი შვილი, მაგრამ ჩემი ოჯახის წევრი არ არის, ის არის გათხოვილი ჯორბენაძეზე, სხვა ოჯახის წევრი არის დღესა. ანუ ეს ის სიტუაცია რა, გამგებელმა რო თქვა რომ ჩემი შვილი ჩემი ოჯახის წევრი. ეს ის სიტუაცია, როდესაც ოქროს საბადო გააფორმა ტროიცკიზე ივანიშვილმა და ამბობს ჩემი არ არის. აი ზუსტად ეს სიტუაცია. დიდი მადლობა. ბატონო შალვა, ბიზნესმენები, ესაა ჩემი ვინმეს ვაწყენინე ბოდის ვიხდი. არა, როგორ გეკადრებათ. ბოლო კითხვას გისვამთ, ბიზნესმენები, რომლებიც ითხოვენ საკუთარი ქონების დაბრუნებას. შეიძლება რომ ამ ადამიანებს კონდეთ თქვენი მხარდაჭერის იმედი? სრული მხარდაჭერა ექნებათ ჩვენგან. ოღონდ იმ პირობით თუ სამართლიანობის აღდგენა და კომპენსაცია და რეაბილიტაცია იქნება გლობალური და არა ამორჩევითი. თუ მარტო მილიონრებს აღუდგენენ შელახულ თამოყარობას და წართმულ ქონებას და ჩვენი ხალხი ისევ დარჩება უმუშევარი, უანაბრო, უიმედო, უსახსრო. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ჩვენ შევაფასებთ როგორც ძალიან ნეგატიურ მოვლენად, ხო? უნებრივია, მილიონრები შეეცდებიან, მილიონრები დააკმაყოფილონ, ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ მთელი საქართველო დააკმაყოფილოთ სიკეთით. დიდი მადლობა.